წარწერებით აჭრელებული სასკოლო ფორმები, კეთილი სურვილები და თვალსრემლიანი მოსწავლე-მასწავლებლები. დღეს საქართველოს საჯარო სკოლებში ბოლო ზარი დაირეკა. წელს გურჯაანის რაიონში 400-ზე მეტი მე-12 კლასელია, მათ სკოლის დასრულება გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი მაჭავარიანმა მიულოცა. ჩვენ ახალგაზრდებს ულოცავ სკოლის დამთავრებას და მათი ცხოვრების ამ მნიშვნელოვანი პირველი ეტაპის დასრულებას. მათ ცხოვრების დიდი გზა აქვთ კიდე გასავლელი სიახლეებითა და გამოწვევებით სავსე. ესენი არიან ჩვენი ქვეყნის მომავლები, რომლებთან ერთადაც ვაშენებთ ქვეყანას. მინდა უსურვო მათ წინსვლა და წარმატებები და უთხრა, რომ სწავლა დაშრომას ალტერნატივა არ აქვს და ყოველთვის გამოიღებს შედეგს. დღეს ძალიან მღელვარე დღეა, იმიტომ რომ საზეიმო განწყობის და მიუხედავად რაღაცნაირად თითქოს ჩვენი ახალგაზრდები ემშვიდობებიან ძალიან საინტერესო ეტაპს მათი ცხოვრებისა, ძალიან მნიშვნელოვან ეტაპს, ეს გახლავთ ბავშვობა, სკოლაში გატარებული პერიოდი. რა შეიძლება ვუსურვოთ ასეთ შემთხვევაში ჩვენს ახალგაზრდებს, გარდა წარმატებისა, გარდა იმისა, რომ იყვნენ ოპტიმისტები, გარდა იმისა, რომ ჰქონდეთ საკუთარი ძალების რწმენა და უყვარდეთ საქართველოს. მღელვარების დღე გქონდა, შეიძლება ითქვას, ბოლო დღე იყო მართალი ამ ბავშვებისთვის, მაგრამ ცხოვრების დიდი გზის დასაწყისია და იმედია, რომ ბედნიერად და წარმატებული გზით ივლიან ეს ბავშვები. ძალიან ემოციური დღეა, ძალიან დიდი ხანია ველოდებით, ალბათ უკვე წლებია ამას ველოდებით. ძალიან გვიყვარს აქაურობა, ეს სკოლა, ეს ემოციები და პირველ რიგში ძალიან ვამაყობ ჩემი კლასით, ჩემი მასწავლებლებით და დიდი მადლობას გიხდით, ვინც მობრძანდით მობრძანებისათვის და ჩვენი დაფასებისათვის. საოცრად ემოციურად დატვირთული დღე არის. როგორც იქნა დავამთავრეს სკოლა, უკვე ახალ ეტაპზე გადავდივართ და ემოციების უზღავი, არ ვიცი, ვეღარ გამოვწერ, აღარ აღუწერ ფენამები მის